მათემატიკური გათვლები, რომლებიც ალბერტ აინშტაინმა მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავა, ფიზიკური სამყაროს გრავიტაციის მოქმედების აღსაწერად, ჯერ კიდევ მტკიცე პოზიციებს ინარჩუნებს. ზოგადი ფარდობითობის ამ დრომდე ერთ-ერთ უდიდეს ტესტში ასტრონომთა უზარმაზარმა ჯგუფმა აღწერა თითქმის 6 მილიონი galaktikis გადანაწილება სამყაროს ისტორიის 11 მილიარდ წელიწადზე. ზოგადი ფარდობითობის თეორიამ ტესტი უკვე ჩააბარა, თუმცა ბოლო მიღწევები უბრალოდ გასაოცარია. ტყუილად არ არის ალბერტი მიჩნეული როგორც გენიოს პიროვნებად. ის ნამდვილად იყო არა უბრალოდ კარგი და განსხვავებული მეცნიერი, არამედ დედამიწის მასშტაბისთვის ბევრად გენიოსი ადამიანი. გზა, რომლითაც გრავიტაცია ამ galaktikათა ჯგუფებს ერთად უყრის თავს კოსმოსური აბლაბუდის ზაფების გასწვრივ, თანაც სამყაროს გაფართოების გარეთ მიმართული წევის წინააღმდეგ და გზა, რომლითაც ეს აბლაბუდა დროთა განმავლობაში ვითარდება. ზუსტ შესაბამისობაშია აინშტაინის ცნობილი თეორიის პროგნოზებთან. ალბათ ეს ზოგადი ფარდობითობის ყველაზე დიდი ტესტია ამ დრომდე ჩატარებულთა შორის, რომელმაც სამყაროს 13.8 მილიარდ წლიანი ისტორიის უმეტესი ნაწილი მოიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორია მოქმედებს როგორც უდიდეს, ისე უმცირეს მასშტაბებზე. კვლევის შედეგი პუბლიკაციად გამოქვეყნებისთვის საჭირო პროცედურებს გადის, რეცენზირებამდე კი ხელმისაწვდომია სამ დოკუმენტად სერვერზე არხივ. ზოგადი ფარდობითობა მზის სისტემის მასშტაბზე საკმაოდ კარგადაა დატესტილი, მაგრამ ასევე საჭირო იყო შეგვემოწმებინა, მუშაობს თუ არა ჩვენი შეხედულებები, გაცილებით დიდ მასშტაბებზეც. galaktikების წარმოქმნის მაჩვენებლის შესწავლა ჩვენი თეორიების პირდაპირ დატესტვის საშუალებას გვაძლევს და მივადექით იმას, რასაც ზოგადი ფარდობითობა კოსმოლოგიურ მასშტაბებზე პროგნოზირებს. ამბობს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის კოსმოლოგი პოლინ ზარუკი. გრავიტაცია სამყაროს მუშაობის ფუნდამენტური გზაა. არ ვიცით რა არის ის ან საერთოდ რატომ არსებობს. ვიცით მხოლოდ ის, რომ მასის მქონე ობიექტები სხვა ობიექტებს იზიდავენ, რომ მიზიდულობის სიმძლავრე მასის პირდაპირ პროპორციულია და რომ ის მასის გარშემო სივრცე დროის გეომეტრიას ცვლის. ის ასევე ერთგვარი წებოს როლს ასრულებს, რომელიც სამყაროს კრავს. ბნელი მატერიის მიერ გამომუშავებული გრავიტაციული ველების დიდი ფილამენტები თელ სამყაროში აბლაბუდასაბითაა დაკსელილი. სამყაროში მატერიის უმეტესი ნაწილი ამ კოსმოსური აბლაბუდის ძაფებისა და კვანძების გასწვრივაა გადანაწილებული. არ დაიძარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.